პორტუგალიაში ქარის სიჩქარის ეროვნული რეკორდი დამყარდა. ამერიკაში ადამიანები საკუთარ სახლებში იყინებიან. ბრაზილიაში ელომ ხალხს დაარტყა. იტალიაში კლდეებიდან სახლების ჩამონგრევა. და ეს არ არის მთელი წლის განმავლობაში მომხდარი ყველაზე დიდი კატასტროფები, ეს მხოლოდ რამდენიმე დღეა ჩვენს პლანეტაზე. ამერიკის შეერთებული შტატები. იანვრის ბოლოს შეერთებულ შტატებს ძლიერმა ზამთრის შტორმმა ფერნიმ გადაუარა, გიგანტურმა სისტემამ, რომელიც 3200 კილომეტრზე იყო გადაჭიმული, გავლენა მოახდინა 34 შტატზე, ნიუ-მექსიკოდან მენამდე. დაახლოებით 230 მილიონი ადამიანი დაზარალდა. ძლიერმა თოვლმა მოიცვა ჩრდილო-აღმოსავლეთის და ოჰაიოს მდინარის ხეობის ნაწილები. სულ მცირე 17 შტატში თოვლის სიღრმე 30 სანტიმეტრიან მეტი იყო. რეკორდული თოვლი დაფიქსირდა ნიუ-მექსიკოში, სადაც ბონიტოს ტბასთან ახლოს 78 სანტიმეტრზე მეტი სველი თოვლი მოვიდა. და დასავლეთ პენსილვანიაში, სადაც თოვლის სისქე 50 სანტიმეტრს აღემატებოდა. უაღრესად საშიში პირობები შეიქმნა სამხრეთ შტატებშიც, სადაც მაცხოვრებლები უფრო მეტად არიან მიჩვეულები ქარიშხლებს, ვიდრე ზამთრის შტორმებს. ეს რეგიონები სრულიად მომზადებლები იყვნენ ასეთი სტიქიური უბედურებისთვის. არ არსებობდა თოვლის მოსაშორებელი აღჭურვილობა და ხალხს აკლდათ ბილიტანსაცმელი, ყინულის ქარბუქმა დაკინული ან მაწვიმა მგზები, ხეები და ელექტროგადამცემი ხაზები 2.5 სანტიმეტრამდე სისქის ყინულით დაფარა. ელექტროგადამცემი ხაზები სიმძიმის ქვეშ გაწყდა, ტოტები და ელექტროგადამცემი ბოძები კი პირდაპირ გზაზე დაეცა. მისისიპიში ხელისუფლებამ პირველად გამოიყენა რეკორდული რაოდენობის ყინულის საწინააღმდეგო საშუალებები. ეს ყინულის ქარიშხალი შტატში 1994 წლის შემდეგ ყველაზე ძლიერი იყო. ნიუ-ჯერსიში კომერციული სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება აიკრძალა, გამონაკლისები მხოლოდ საკვების, საწვავის და სამედიცინო მარაგების გადამზიდავებისთვის, ასევე სასწრაფო დახმარების სამსახურებისა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის პერსონალისთვის იყო დაშვებული. საჰაერო მიმოსვლაზე სერიოზული გავლენა იქონია. მთელი ქვეყნის მასშტაბით 11600-ზე მეტი რეისი გაუქმდა და 16000-ზე მეტი გადაიდო. 8 ადამიანი ცალსე კერძო თვითმფრინავი მენში, ბენგორის აეროპორტში აფრენისას ჩამოვარდა. სულ მცირე 21 შტატმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ქარიშხლის შედეგები კატასტროფული იყო. ქარიშხლის პიკზე ქვეყნის მასშტაბით 1 მილიონზე მეტი მომხმარებელი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ზოგიერთ ქალაქში ხალხს ერთდროულად არ მიეწოდებოდა ელექტროენერგია, სასმელი წყალი და გათბობა. ამავდროულად ძლიერმა სიცივემ მოიცვა შეერთებული შტატების დიდი ნაწილი, რომელიც ტეხასამდე და მდინარე მისისიპის ქვედა დინებამდე მიაღწია. ქარის გამო აღიქმებოდა ტემპერატურა -34 გრადუსი ცელსიუსით, ხოლო ზოგიერთ ადგილას ფაქტობრივი ტემპერატურა კლიმატურ ნორმაზე 22 გრადუსი ცელსიუსით დაბალი იყო. თვითმხილველები იმ დღეებს გამძლეობის გამო ცდად იხსენებდნენ. მემფისისა და ნიშვილის მაცხოვრებლები უწყებოდნენ, რომ ერთ ოთახში ეძინათ ქუდებსა და ქურთუკებში, ტელეფონის ბატარეებს ზოგავდნენ და მანქანებს მხოლოდ რამდენიმე წუთით რთავდნენ, რომ გამტბარიყვნენ. მისისიპიში ასობით ადამიანმა ღამე ყინული ან გზატკეცილებზე მანქანებში გაატარა და გზების გაწმენდა სელოდა. ქარიშხალმა მთელი ქვეყნის მასშტაბით 100 მეტი ადამიანი იმსხვერპლა, ბევრი მათგანი ჰიპოთერმიით გარდაიცვალა, მათ შორის საკუთარ სახლებში, სადაც ტემპერატურა თითქმის გარეთ არსებულ დონემდე დაეცა. ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ინციდენტი ტეხასში მოხდა, სადაც 3 ახალგაზრდა ძმა გაკინულ ტბორზე ყინულში ჩავარდა. ათობით ბავშვი დაზრდა სრული საავადმყოფოში მოათავსეს ნახშირ-ჟანგით მოწამვლის დიაგნოზით მას შემდეგ, რაც ადამიანებმა სითბოს შენარჩუნება გენერატორებისა და გამათბობლების სახიფათო გზით გამოყენებას სცადეს. ქარიშხალმა 15 მილიარდი დოლარის ოდენობის კოლოსალური ეკონომიკური ზარალი გამოიწვია, რაც მას 2025 წლის იანვარში ლოს-ანჯელესში გაჩენილი ხანძრების შემდეგ ყველაზე ძვირადღირებულ ამინდურ მოვლენად აქცევს. კანადა.
ამ ზამთრის შტორმმა კანადაში უჩვეულოდ ძლიერი თოვლი და უკიდურესად დაბალი ტემპერატურა მოიტანა, რამაც ტრანსპორტის შეფერხებები, ელექტროენერგიის გათიშვა და სკოლებისა და უნივერსიტეტების დახურვა გამოიწვია. 25 იანვარს ტორონტოს პერსონის საერთაშორისო აეროპორტში 46 სანტიმეტრი თოვლი მოვიდა, რაც დღიური რეკორდია. შედეგად 600-ზე მეტი რეისი გაუქმდა ან გადაიდო. ქალაქში ერთ თვეში მოსული თოვლის საერთო რაოდენობა რეკორდულად მაღალი იყო. როგორც წესი, ძლიერი თოვლის შემდეგ დნობა იწყება, მაგრამ ამჯერად ტემპერატურა უკიდურესად დაბალი დარჩა, რამაც შედეგები გაამწვავა. კანადის წითელმა ჯვარმა მონრეალის გარეუბანში დროებითი თავშესაფარი გახსნა მას შემდეგ, რაც ძლიერი სიცივის დროს ათასობით მცხოვრები ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. სასკაჩევანის პროვინციაში კი ზოგიერთ ადგილას ყინვამ, ქარის სიცივის გათვალისწინებით -59 გრადუსი ცელსიუსი შეადგინა. ნიუფაუნდლენდის კუნძულზე ყინულის ნამსხვრევებმა, ყინულის კრისტალებისა და წყლის ნარევმა რეგიონის უდიდეს ჰიდროელექტროსადგურში წყლის მიმღები გადაკეტა, რამაც მისი სრული გათიშვა გამოიწვია 1967 წლის შემდეგ პირველად. ყინულის გასაწმენდად მყინთავები გამოიძახეს, რომლებმაც ყინულის მოსაშორებლად ჰაერის კომპრესორები გამოიყენეს, მიუხედავად ყინულოვანი წყლისა. თურქეთი 30 იანვარს ძლიერ მაწვიმებმა მერსინისა და ადანას პროვინციები დააზარალა, რამაც კატასტროფული წყალდიდობა გამოიწვია. მერსინში მდინარეები და ნაკადულები კალაპოტებიდან გადმოვიდა, ქუჩები და ბულვარები მძვინვარენი აურებად იქცა, რამაც ათობით მანქანა დატბორა. დაღლის რაიონში ხიდი ჩამოინგრა, სახლები და სასოფლო-სამეურნეო მიწები, მათ შორის ალათის მებაღეობის კვლევითი ინსტიტუტის შენობა დაიტბორა. ადანაში კოკისპირულ მაწვიმებმა არხები გადაავსო. სარიჩამის რაიონში ბურუკის სასაფლაო მთლიანად დაიტბორა, გზები გაუვალდებად გადაიქცა, რომლებშიც მანქანები იჭედებოდა და სრიალებდა. წვიმებმა პროვინციაში 2 ქვათაცვენა გამოიწვია. ერთმა უბრუკბელის უღელტეხილთან გზატკეცილი გადაკეტა, ხოლო მეორე მგზა ტაპანის რაიონში. დაღუპულები არ ყოფილა, თუმცა მატერიალური ზარალი კოლოსალურია. დატბორილია ასობით სახლი და წარმოება, ჩამორეცხილია გზები და განადგურებულია ინფრასტრუქტურა. შტორმი კრისტინა 28 იანვრის ღამეს პირენეის ნახევარკუნძულს ძლიერი ატლანტიკური შტორმი კრისტინი დაატყდა თავს. ოკეანეზე სწრაფად გაძლიერების შემდეგ ქარიშხლის სისტემამ პორტუგალიის სანაპირომდე მიაღწია, რამაც ქვეყნისთვის ნამდვილი კლიმატური შოკი გამოიწვია. ზოგიერთ რაიონში ქარის ნაკადებმა საათში 180 კილომეტრს გადააჭარბა, ხოლო სორის მუნიციპალიტეტში საათში თითქმის 209 კილომეტრს მიაღწია, რაც 2018 წელს დამყარებულ რეკორდს აჭარბებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით ხეები წაიქცა და სახლების სახურავები გადახადა, ფიგეირა და პოსში ძლიერ მაქარ-მაიშმაკის ბორბალი გადააგდო, ლეირიაში სტადიონი სერიოზულად დაზიანდა. კოიმბრაში დაზიანება მუნიციპალურ აეროდრომზე რამდენიმე თვითმფრინავი და ანგარი დააზიანა. მონტერეალის საავიაციო ბაზაზე ქარის ნაკადებმა F-16 გამანადგურებლები დააზიანა. ცენტრალურ და ჩრდილოეთ პორტუგალიაში 800-ზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. რამდენიმე მუნიციპალიტეტში შეფერხდა კომუნიკაციები, გათბობა და წყალმომარაგება, ხოლო საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა შეჩერდა. სანაპირო ზოლში შტორმმა 14 მეტრამდე სიმაღლის ტალღები გამოიწვია, რაც დამატებით საფრთხეს უქმნიდა სანაპირო ზოლსა და პორტებს. პორტუგალიაში შტორმმა 5 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. აღმოსავლეთისკენ მიმავალი ქარიშხალი სამხრეთ და ცენტრალურ ესპანეთს დაატყდა თავს. ძლიერი ქარი და ძლიერი წვიმა დაფიქსირდა ანდალუსიასა და მალაგას მიმდებარე ტერიტორიაზე, რამაც მოძრაობა პარალიზებული გახადა. ტორე მოლინოსის ქალაქში ხესახლს დაეცა, რის შედეგადაც ქალი დაიღუპა. მადრიდის რაიონში ქარიშხალმა რეგიონში მკვეთრი ყინვები და იშვიათი თოვლი მოიტანა. შედეგად სკოლები დაიხურა და საცობები წარმოიქმნა. კრისტინე უბრალოდ კიდევ ერთი ექსტრატროპიკული ქარიშხალი არ იყო. მან აფეთქებით ინტენსიფიკაცია განიცადა, სადაც ნევა რამდენიმე საათში მკვეთრად დაეცა და ქარის სიჩქარე მეორე მესამე კატეგორიის ტროპიკული ქარიშხლის სიჩქარესთან შედარებით მაჩვენებლებს მიაღწია. ამან კრისტინი ბოლო წლებში პირენეის ნახევარკუნძულზე ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და დამანგრეველ ზამთრის ქარიშხალად აქცია.
ბრაზილია. $25 იანვარს ქვეყნის დედაქალაქში ქარიშხლის დროს ელამ პოლიტიკური მიტინგისთვის შეკრებილ ხალხს დაარტყა. სულ 99 ადამიანი დაშავდა, რომელთაგან 47 რეგიონის საავადმყოფოებში გადაიყვანეს, დანარჩენებს კი დახმარება ადგილზე გაეციათ. თვითმხილველების ცნობით, რამდენიმე ადამიანმა დარტყმისთანავე გონება დაკარგა. ძლიერი შოკისა და ნერვული დაძაბულობის გამო სამედიცინო დახმარება დასჭირდათ მათაც კი, ვინც ფიზიკურად არ დაშავებულა. ელვის დარტყმით დაღუპულთა ეს რიცხვი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მაღალი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ბრაზილიაში მსოფლიოში ელვის დარტყმების ყველაზე მაღალი რაოდენობა ფიქსირდება თითქმის 80 მილიონი დარტყმა წელიწადში. კიდევ ერთი ტრაგიკული ინციდენტი 29 იანვარს მოხდა ტრამანდაის მუნიციპალიტეტში, რიო-გრანდე-დუ-სულის შტატის ჩრდილოეთ სანაპიროზე. ელამ სანაპიროზე დასასვენებელ ახალგაზრდა მამაკაცს დაარტყა. სამედიცინო ძალისხმევის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ალჟირი. იანვრის ბოლოს დამანგრეველმა შტორმმა ალჟირის მნიშვნელოვანი ნაწილი, მათ შორის დედაქალაქი, მოიცვა. ქარის სიჩქარე ზოგანას 20 კმ/სთ-ში აღწევდა, რაც ქარიშხლის სიძლიერის ეკვივალენტურია. ასეთი მაჩვენებლები ალჟირისთვის უკიდურესად იშვიათად ითვლება, სადაც ქარის სიჩქარე იშვიათად აღემატება 90 კმ/სთ-ს. წითელი განგაშის დონე გამოცხადდა პროვინციების უმეტესობაში, სკოლებში სასწავლო პროცესი შეჩერდა და საზოგადოებრივი პარკები დაიხურა. მთელი ქვეყნის მასშტაბით შტორმმა მრავალი ხედა ელექტროგადამცემი ხაზი წააქცია, კედლების, სახურავებისა და აირების ჩამონგრევა გამოიწვია და საგზაო ინფრასტრუქტურა დააზიანა. რამდენიმე პროვინციაში ძლიერ მაწვიმებმა ვადისები, მშრალი მდინარეების კალაპოტები წყლით ვეცრად შეავსო, რამაც წყალდიდობები გამოიწვია. გალიზანის პროვინციაში პირუტყვი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე კომუნაში ადამიანები და მანქანები წყალდიდობის წყლებში მოხვდნენ, საბედნიეროდ მსხვერპლი არ ყოფილა. მაროკო. ძლიერ მაწვიმებმა მაროკოს ჩრდილო-დასავლეთით მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია. ყველაზე მეტად ქალაქი ელ-ქსარ-ელ-კებირი დაზარალდა. გადატვირთული კაშხლიდან წყლის გამოშვებამ და მდინარის დონის უეცარ მომატებამ ქალაქში ძლიერი ნიაურები გამოიწვია, რამაც რამდენიმე საცხოვრებელი უბანი დატბორა. ხელისუფლებამ დაზარალებულთა დასახმარებლად სწრაფი რეაგირების რაზმები განალაგა. 50,000-ზე მეტი მაცხოვრებელი, ელ-ქსარ-ელ-კებირის მოსახლეობის თითქმის ნახევარი ევაკუირებული იქნა და ქალაქის მთავარი შესასვლელი დროებით დაიკეტა. იტალია. იანვარს სიცილიაში მასშტაბური მეწყერი მოხდა. ქალაქ ნისემის დაახლოებით 25,000 მოსახლეობით პოპულარულ კურორტს უზარმაზარი მიწის ნაკვეთი მოწყდა. რამდენიმე შენობა 20 მეტრის სიმაღლიდან ჩამოინგრა და ასობით სხვა შენობა ჩამონგრევის პირას იყო. მაცხოვრებლებმა კედლებში ბზარები რომ დაინახეს, ნაჩქარევად მიატოვეს სახლები და თან ვერაფერი წაიღეს. 1500-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებული იქნა. ბევრმა ნათესავებთან იპოვა თავშესაფარი, ხოლო ასობით სხვა ხელისუფლებამ დროებითი საცხოვრებელი ადგილობრივ სპორტ დარბაზში მოუწყო. ჯერჯერობით უცნობია, რამდენ ხანს მოუწევთ იქ ცხოვრება ან შეძლებენ თუ არა სახლში დაბრუნებას. მეწყერმა ადგილობრივი გზების ქსელის დიდ ნაწილზე მოძრაობა შეაფერხა. სკოლები დაიხურა და ქალაქი წითელ ზონად გამოცხადდა. გორაკის გასწვრივ მეწყერი უკვე 4 კილომეტრის სიგრძისაა და აქტიური რჩება. მიწის ზედაპირის დეფორმაცია გრძელდება, ახალი ბზარები და ჩამონგრევები ხდება. კიდევ ერთი შეშფოთება ის არის, რომ შეფასებით, არა მხოლოდ ხილული ნაწილი მოძრაობს, მთელი პლატო გელას ვაკისკენ გადაინაცვლებს.
და ნანოპლასტმასები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ამ ანომალიებში. საქმე მხოლოდ გარემოს დაბინძურებას არ ეხება, არამედ პლასტმასის ნაწილაკების ელექტროტესტ მსგავს თვისებებსაც, რომლებიც არა მხოლოდ ამწვავებს კლიმატის ცვლილებას, არამედ აზიანებს ადამიანის ორგანიზმს. ამის შესახებ მეტის ნახვა შეგიძლიათ წინა გამოცემებში და მოხსენებაში ნანოპლასტმასები ბიოსფეროში, მოლეკულური ზემოქმედებით პლანეტურ კრიზისამდე. ამ პრობლემის ფუნდამენტური გადაწყვეტა მდგომარეობს მიკრო და ნანოპლასტმასების უსაფრთხოდ გადაქცევაში, მათი აქტიური დასაშიში აგენტიდან ინერტულ მფრად გარდაქმნაში, ანუ პლასტმასის ნაწილაკებისთვის ელექტროსტატიკური მუხტის დაგროვებისა და შენარჩუნების უნარის ჩამორთმევაში. უფრო მეტიც, ეს პროცესი უნდა დაიწყოს არა წლების შემდეგ, არამედ ახლავე. და აქ მნიშვნელოვანი ახაზგასმა, ამ საკითხში ალატრას სამეცნიერო გუნდმა უკვე შეასრულა ნებისმიერი კვლევის ერთ-ერთი მთავარი მიზანი მან დაადგინა ძირეული მიზეზი. საბოლოო გადაწყვეტა ჯერ არ არის ნაპოვნი, მაგრამ თავად მიზეზის იდენტიფიცირება დაზოგავს გლობალურ სამეცნიერო საზოგადოებას ათწლეულების განმავლობაში მუშაობისა და კოლოსალური რესურსების. თუ ჩვენ შევძლებთ მიკრო და ნანოპლასტმასებიდან ელექტროსტატიკური მუხტის მოცილებას, ამოქმედდება ბუნებრივი თვითგანკურნების მექანიზმები. ჩვენ არა მხოლოდ შევამცირებთ მათ დამანგრეველ გავლენას ადამიანის ჯანმრთელობაზე, არამედ შევძლებთ მოვაცილოთ ზედმეტი ენერგია, რომელიც ამჟამად გროვდება და ამწვავებს გეოდინამიკურ კრიზისებსა და სტიქიურ უბედურებებს. ოკეანესა და ატმოსფეროში სითბოს გაცვლა დაიწყებს წონას სწორობის აღდგენას და დედამიწის წიაღიდან ზედმეტი სითბო კვლავ შეძლებს კოსმოსში გასვლას. ამოცანის მასშტაბები უზარმაზარია. ის მოითხოვს რთულკვლევას, ძვირადღირებულ აღჭურვილობას და ათასობით ექსპერიმენტს მთელ პლანეტაზე, მაგრამ ყველაფერი საჭირო უკვე არსებობს. არის ლაბორატორიები, სპეციალისტები და ინფრასტრუქტურა, რაც აკლია, არის თანამშრომლობითი, კოორდინირებული მუშაობის პირობები. უფრო მეტიც, კაცობრიობას უკვე აქვს დადებითი გამოცდილება საერთო მიზნისკენ მომუშავე მეცნიერებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის კუთხით, მაგალითად, ადამიანის გენომის პროექტში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ეს გამოცდილება ნანოპლასტიკის პრობლემაზე. გადაწყვეტის ძიების ერთადერთი მამოძრავებელი ძალა თავად ადამიანები არიან. დროა შევწყვიტოთ იმის ლოდინი, რომ სხვა მოადა ყველაფერს გადაწყვეტს. ეს პაციენტის შემთხვევას გავს, დიაგნოზი უკვე დასმულია, დაავადების მიზეზი ცნობილია. თუმცა, მკურნალობა მხოლოდ მაშინ იწყება, როდესაც პაციენტი აღიარებს პრობლემას და დახმარებას ითხოვს. დღეს ეს პაციენტი მთელი კაცობრიობაა. და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ შეგვიძლია ფიქრი, გაგება და მოქმედება, ჩვენ მაინც გვაქვს შანსი შევცვალოთ სიტუაცია და შევქმნათ მომავალი არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, არამედ მომავალი თაობებისთვისაც.